2026 წლის დავითობაზე ქართული ერთობის დარბაზის ლიდერმა და მეცნიერთა კონგრესის ხელმძღვანელმა თემურ შაშიაშვილმა სრულიად საქართველოს ინტელექტუალური ელიტა შეკრიბა და დიდებულ ქუთაის მეფის საფლავის პატივის მისაგებად ეწვია. აქ ძალიან საინტერესო შემადგენლობაა. Schumabazეთის აკადემია აქ არის, საქართველოს აკადემიის არომადგენლობაც აქ არის, გელათის აკადემია, ჩვენი უნივერსიტეტების მივესალმოთ აზისის აკადემიას, ყველაზე ძველი აკადემია მე მგონი მთელ მსოფლიოში. ახლად მადლობა ბატონ გიას, რაღაც სასწაულად მოქმედად პოეტები, მწერლები ჩვენ შემადგენლობაში მრავლად არიან, სამეგრელოდან შემოგვიერთებიან, ქართული წარმომადგენლები აქ არიან, იქ შემოგვიერთებიან, ასე რომ ჩვენ ამ ავტობუსით და Evangeli შეხვედრით ვაერთიანებს საქართველოს მივესალმოთ. ისე დიდ ხალხს როგორც ბატონი შალვა გერაძია. მომაც ყველაზე დიდი ხათი შექმნა დავით აღმაშენებლის ჩვენის დავამიძანეთ აკადემიაში რამდენიმე წლის წინ როგორც 8 თებერვალს თითოეული იყო და მართლაც რომ დიდხელი დავიტანეთ დიდი მანძილი ვიარეთ ჩვენ ვნახავთ დღეს ამ ხატს მივესალმოთ ჩვენ მწერლებს და პოეტებს ბატონ ბესიკ ლაგვილავას ნიკოლოზ მებაღიშვილის ბატონი ჩუბაღებელი შემოგვიერთება ალბათ როგორც ითვლიან ოთოფალიანი და შემოგვიერთება გრეგლეს აღლიანი აქ ყველან დააგვერდით რომ არის ნატალი კაპრიზი რომ სალონი აქვს შექმნილი და ასე რომ იცოდეთ რომ ეს კალბატონი სწორედ დიდი მეისტორიაა და დიდი სალონი თავის აღში გააკეთა უნიკალური ვინც ყოფილხართ პირველ რიგში ჩემთვის ძალიან დიდი პატივია რომ აი ესეთი დიდებულ საზოგადოებასთან ერთად მომიწია ურთიერთობა არა მარტო ურთიერთობა თქვენთანაც საუკუნეში რომ ცხოვრობ ესეც კი ძალიან მიხარია და მიამაყენებს თითოეული ადამიანი ვინც მართლა დღეს ამ საუკუნის ამ საქართველოს დღევანდელი საქართველოს შინაგან ქსოვილს ქმნით და ისტორიას წერთ მართლა ტელევიზიებში რომ საერთოდ გაუგებარი ხალხი ჩანს ძალიან დიდი პროტესტი მაქვს ამის და აი ესე რაღაცა შინაურულად გავაკეთეთ ხიდივით ახალგაზრდების და თქვენნაირი გამოცდილი ადამიანების შეხვედრისათვის და ძალიან დიდი მადლობა თქვენი არსებობისთვის და ძალიან დიდი მადლობა ბატონ თემურს ახალი საქართველოს ინტელიგენცია მიდიხართ ეხლა დიდი მადლობა მივესალმოთ და მადლობა უთხრათ რასაც ეწევა იმის კლიერებით მინდა გამოვხატოთ და დავაფიქსირო რომ არა ბატონი თემურ შაშიაშვილის მცდელობა და ეს ორგანიზაციული ხაზი შეიძლება ჩვენ ასე ინდივიდუალურად და ცალ-ცალკე არ წამოსულიყავით და თითოეული ადამიანის ძალისხმევაზე, თითოეული ადამიანის ინიციატივებზე, თითოეული ადამიანების მოზომებაზე დგას ძალიან ბევრი საქმე და მათ შორის ის საქმე, რომელიც დღეს დავით აღმაშენებლის საფლავთან მისვლა არის, მიდის ის ინტელექტუალური სამყარო ჩვენი ქვეყნისა, რომელიც უნდა მიდიოდეს, რომელიც უნდა ისწრაფოდეს და რომელიც უნდა გამოხატავდეს კავშირს დავით აღმაშენებელთან მიმართებაში. მადლობა ბატონ თემურს და მიხარია რომ დღეს მასთან ერთად ვარ. დიდი მადლობა ბატონ გოგითა მელიქიძეს კარგ საქმეებს უდგას სათავეში ჩვენ მივდივართ გელათში გამარჯვების ფორმულით რომელიც ასე ყალიბდება ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბრალავად და დაუმონებლად და უნდა წამოვიდეთ იქიდან ბრძოლის ფორმულით ასე ცხოვრება აღარ შეიძლება და ვიბრძოლოთ იმისთვის რომ ძლიერ საქართველოში ვიცხოვროთ კარგია რომ ეს დღე არა მხოლოდ კალენდარული დღეა როგორც ასეთი არამედ ის ღირსშესანიშნავი თარიღია რომელი თარიღისა და გამოც ფერსევ დგებით საგანგებოდ მივდივართ ქუთაისში და როგორც ბატონმა თემურ შაშიაშვილმა ბრძანა მუხლი უნდა მოვიხაროთ მის საფლავთან ეს მუხლის მოკრაც რაღაცა აკვიატებულ ჟესტად რო არ იქნას გაგებული აქვე უნდა ითქვას რომ დავით აღმაშენებელმა თვითონ დატოვა ანდერძი აი ეს დიდი ქრისტიანული თავდაბლობა დავით აღმაშენებლისა და ამავე დროს მისი განუწყვეტელი კავშირი თავის ერთთან და თუნდაც ესეთი საფლავის მომენტით ეხლა ჩვენ აღარით შემოსულმა ხალხმა კარგად ვიცით 53 წელი რას ნიშნავს და 53 წლის ასაკში გარდაიცვალა ეს არის მე ვიტყოდი ძალიან დიდი უკმარისობის მომენტი
მომენტი და განცდა მეფისთვის ეს არის სიბის პერიოდი, სიბრძნის პერიოდი, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ სიბრძნე როგორც ასეთი დავით აღმაშენებელს არ აკავდა არც ერთ ეტაპზე თავისი ცხოვრებისა, მაგრამ მისი 43 წლის ასაკში გარდაცვალება იყო ძალიან ესეთი შემძვრელი მთელი ჩვენი ქვეყნის. მიუხედავად ამისა, მან დატოვა ის საქართველო, რომელიც საქართველოს დღესაც დგას ფეხზე და დღესაც სწორედ დავით აღმაშენებლის მიერ კოდირებული ის ღირებულებები და ის მასეულობები არის საქართველოში, რის გამოც ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ჩვენი ეროვნული ცნობიერება და ჩვენი მენტალიტეტი ბრუნავს და ტრიალებს. დაპირისპირება კი არ არის თავარი, ერთმანეთის განსხვავება კი არ არის თავარი, არამედ არის ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუმღალავად და დაუბრუნებლად. პოეტი ამურიშვილი, გაზეთ ლიტერატურის საქართველოს რედაქტორი და შევიყვაროთ გაზეთ ლიტერატურის საქართველოს ისევ და ეს რედაქტორია ბატონი. ფაილზე ნომერშიიანად ჩვენ დავით აღმაშენებლის გალობანის სინანულისანი ზოგადად ვიცით და თვითადაც მაინც ანე გავაგაზის ლექსით ანგლისით მისი მონალინის შესახებ. ასაც არაჩვეულებრივი ფორმა არის ეს. დავით აღმაშენებლის მსგავს პიროვნებებს ქმნის ერის საუკეთესო ნაწილი, გუნდი, რომელიც შედგებოდა რამოდენიმე ადამიანისგან. მისი გამზრდელი გიორგი ჭყონდიდელი, ნიანია კახაბებიძე, ნიანია ბაკურიანიძე, არსენ ბერი, რომელთაც 16 წლის ბიჭში დაინახეს მომავალი მხსნელი, აიძულეს მამამისი გიორგი მეორე გადამდგარიყო და დავით აღმაშენებელი ასულიყო ტახტზე. რა შეიძლება 21 საუკუნის ადამიანებმა გამოვიყენოთ დღეს, როცა ამ ისტორიას გადავავლეთ თვალს. როგორ გეგმა ზომიერად ნელ-ნელა ნაბიჯ მიემართებოდა ის დასახული მიზნით. მე მან ციფრებს 16 წლის ბიჭი ადის ტახტზე 1089 წელს და 10 წელიწადი ელოდება შემთხვევას, რომ ხარკი შეუწყვეტოს თურქი. 1099 წელს. ოდნავ რო აჩქარებულიყო იქ მეფე, დაღუპული ვიხადით ჩვენ, მაგრამ ამავე დროს ოდნავ რომ დაეგვიანა მას, მაინც დაღუპული ვიყო. ბოლოს 1022 წლამდე თბილისზე იერიში არ მიუტანა. მას შემდეგ რაც დიდგორის ბრძოლა მოიგო, მერე უკვე თბილისი საღების დროც დადგა. რა გვიჩვენა ჩვენ დავით აღმაშენებელი? ზელიონ ჩვენ ვებრძოლოთ ჩვენ ხარვეთზე, ვებრძოლოთ ჩვენ სურვილებს და ბოლოს ვინც გალობანის სინანულისანის გაეცნობა, ყველა დარწმუნდება, რომ ჩვენ რუსთველის დონის პოეტი დავხართ. მაგრამ როცა ზეცა გვექცეოდა ლექსებისთვის ვერ მოიცვლიდა ის. მე არ ვიცი ვისი სიტყვებია, მაგრამ გენიალური სიტყვები კი გაქვს. აღმაშენებლით იწყება რუსთველი თავდება აღმაშენებელი. დავით აღმაშენებლის საფლავის პატივის მიგების შემდეგ ბატონმა თემურმა სრულიად საქართველოს ინტელიგენცია მიიწვია გელათის უძველესი აკადემიის დარბაზში. ყველას, ვინც აგერ ისეთი მეცნიერები არიან, ბაგრატიონთა შემადგენლობაც ჩვენთან ერთად არის და მივესალმოთ ამ ბაგრატიონებს. ბატონი გელაღიფიანი, როგორც ქუთაისელი და როგორც
70 წლის იუბილეო მივლოცოთ გელაგიფიან ძალიან კარგ პიროვნებას და მეცნიერს და საინტერესო კაცს აი ესეთი განწყობით ეგლა მე ყველაფერს მე თვითონ ვერ შემძლებ რომ თქვა მაგრამ ტრიბუნა დაეთმობა ყველას ვინც ვაკვართ ასე გვაქვს წარმოდგენილი რომ ბატონ ნინოს მივესალმოთ რომ დიდი ორგანიზატორია ჩვენ თითქმის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები ვართ და კარგია რომ ჩვენ არ უყურებთ იმას რომ თქვათ ვინ რა პოლიტიკური თავარია ვიბრძოლოთ საქართველოსთვის და ამიტომ ეს ხაზგასმული იქნება დღეს ჩვენს კონგრესზე რომ ამ ქვეყანაში ჭირდება როგორც ილია ჭავჭავაძემ თქვა ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუფღალავად და დაუმონებლად ერთ-ერთი გამომწვევი სწორედ აზიის აკადემიის პრეზიდენტი იქნება მას ისეთი რამ აქვს ქართულ კულტურასთან და ქართულ ენასთან ქართულ მეცნიერებასთან დაკავშირებით რომ ეს მართლაც უნიკალური მოვლენაა და ამ ერთმა კაცმა შეძლო იმდენი ზოგჯერ მთელი აკადემიები რომ ვერ აკეთებენ და ამით მიულოცოთ რომ აზიის აკადემიას ასეთ პიროვნება უდგა სათავეში აქ არის ბატონი ალექსანდრე კასრაძე რომელიც რეკომენდირებულია რეორგანიზაციის ხელმძღვანელად რომელიც დაკავშირებულია ქართულ ტივისთან მას აქვს უნიკალური პროგრამა ქართულ საქართველოს კუთხეებთან დაკავშირებით და ამავე დროს უნიკალური პროდუქტი მიულოცოთ ბატონ ალექსანდრეს მივესალმოთ და ეს ჩვენთან ერთად არის და დღევანდელი კონგრესის ერთ-ერთი წამყვანი იქნება ბატონ თემურ ჩილაჩავასთან ერთად რომელიც აგერ წინ არის და უნდა ვიამაყოთ რომ ასეთი მათემატიკოსი მეცნიერი მყავს რომლის ციტირება 1300 აჭარბებს 5 უნივერსიტეტს არ აქვს საქართველოში იმდენი ციტირება რომელიც ამ ერთ კაცს აქვს და ძალიან სასიამოვნოა რომ ერთ-ერთი წამყვანი დღევანდელი ჩვენი შეხვედრის ის იქნება დასიწყეთ ბატონ თემურ 1-2 სიტყვით დიდებული დღე ყველაზე დიდი ქართველი მეფის რომელიც დიდეს სახელმწიფო მოღვაწე იყო მაგრამ პირველი სკოლის მეცნიერებს და განათლებას პატივცემდა ჩვენ პატივს მივაღწევთ იმედია რომ საქართველოს მომავალშიც მოვა ისეთი მართლობა როგორი განწყობაა თან 1-2 სიტყვით რო გითხრათ დავით აღმაშენებელი გაიხსენეს მიხარია რომ ძალიან კარგი განწყობაა მადლობა ბატონ თემურის აი ამ ბატონის თაოსნობით მოხდა ეს ამხელა ხალხი ორგანიზება და ჩამოყვანა ასეთ ღირსეულ ადგილზე ღირსეულ ხალხთან ერთად ხვდებით ასეთ განსაკუთრებულ დღეს ამასობაში ზით გადამწვარ აღმოსავლეთში გულქვა დაღზილი მამელუქი მეფლეკეც ტირის დედის საფლავი დაეჩება თურმეს ისრებში და ამიტომაც ეშინია დიდ დაუს ძილის დედის საფლავი გურჯისტანის ნატანჯი მიწა დასტირის არჩილს მარგალიტას თეონას ცოტნეს და ყველას ვისაც უმოწყალოდ გულკერდი კორტნეს მიწა რომელმაც მორჩილება ვერ ვისშევიცა არაფერი სრულდება ამით ოსმალთა ნაცვლად შემოვლენო სალდატები და ოჯახს ამოწყვეტენ დღისით თუ ღამით და ჯვრეებსაც ისევ მოხსნიანო მონასტრებიდან ვინც ამას ბრძანებს განახტობენ ამისთვის იმ პირს ბერებთან ერთად ყველას თვალწინ დასჯიან არჩილს სტამბულის ნაცვლად მარგალიტა იხილავს ციმბირს და შემდეგ ათასჯილს მოსწევენ არჩილის აჭრილს და მათ შემდეგაც უამრავი შეიცვლის სახელს თვითგადარჩენით შეიცვლება ერთსულოვნება მხოლოდ წამება არ დაკარგავს საკუთარ სახეს შიმშილ სიცოცხლე დაერქმევა სიკვდილს კი შვება და ლუკმა ფულში გაიცვლება თავისუფლება რა თქმა უნდა მე ვიძენი სიამაყის და ვგრძნო აი უდიდეს სიამაყის რომ აქ ვარ და ასევე ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას საქართველოს წინაშე თითოეულ ქვეყანაში რომ ჩვენ ვიბრძოლოთ ჩვენ გადავდგეთ ესეთ გამიჯებს რომ საქართველო იყოს ერთიანი მაგრამ შეგახსოვს დიდო პოეტო ჯალალედინი სპა ხვარაზმელი როსამ მიდამოს ხამად მოედო ბევრი მტარვალი და სისხლის მსმელი ოუთვალავი ხმლებით სუბებით წერს ჩვენი მოყოლაგანუჟო რახია იქ სადაც მინდა აბოტბილელის ჯერაც უხსნელი ძოლები მათხია სხვა სულის ის წინაპარი რომელიც სისხლით რწმენას იცავდა ერთი შეხედვით დამყოლი წყნარი მრავალჯერ ცეცხლში გამოიცა და ტერმა ბრამდეჯერ ისე გაგთელა არ დარჩენილა ხშირად მთხრობელიც იქნებ ჯვარცმა
გაჩნდეთ ქართველად და სულ შიგენთოს სხვეთი ცხოველი იქნება